ელენე უკვე დამხვდა დღეს შედარებაც არ არის სიმბოლო ვიზიტიდან, როდესაც ციხეში ვნახე და იმდენად განსხვავებული, ახლა ვერ ვიტყვი რომ არაფერი არ არის სადარდებელი, მაგრამ შედარება მართლაც არ შეიძლება, იმიტომ რომ იმ გაუსაცლისი ტკივილებიდან, რაც მას ემჩნეოდა, თუმცა ცდილობდა რომ არ შეემჩნია, დღეს როდესაც შემომხვდა პალატის კართან, ზღურბთან და გაღიმებული სახით რომ დავარკვირდი, ეს ტკივილები არ იყო ისეთი ინტენსიობის და მე როცა ჩავეკითხე, მითხრა რომ ტკივილების მართვა არის დაწყებული, მართალია მას ეს მაინც აწუხებს, ხამე ეს სილს უშლის, მშვიდად მაინც ვერ არის, მაგრამ იმდენად რამდენადაც უკვე სხვა ტიპის მკურნალობის ეტაპზეა გადასული, თუმცა ის თავარი მკურნალობის პროცესი ჯერ არ დაწყებულა, როგორც გავიგე, ყოველ შემთხვევაში შვება იგრძნო და ვიზუალურადაც ეს ეთყობა, თუმცა სიარულის დროს მაინც აქვს ეს შეფერხებები, აი რომ საუბრობდით, თქვა რომ აი მოიბოდიშა, მაგრამ რაღაც სპეციალური ფორმის, აი რაღაცა პოზის შერჩევა ჭირდება, რომ ეს ტკივილები თავადაც ესე ვთქვათ ტკივნეული მდგომარეობა არ ეგულიროს. ეს კონსტრუქციული თანამშრომლობა სხვათა შორის მეც მინდა აღვნიშნო, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ აი ყველა დეტალს ვაკვირდები, მე ხა იქ ვიამეთში არ ყოფილ ვარ აქამდე, პირველად ვიყავი, რაც გადაიყვანეს და კორექტული და ეთიკურია თვითონ ეს პროცესი შესulis, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არ მქონია შეფერხება შესვლაზე, ძალიან სწრაფად მოხდა ამ დოკუმენტაციების პროცედურების გავლა და შესვლა პალატაში. ეხლა მთავარი მაინც ის არის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ეხლა უკვე არის სამედიცინო პერსონალის პროფესიული კონტროლის ქვეშ და მასაც აქვს ეს მზაობა, ძალიან კარგად იცის მისი მდგომარეობის სირთულე, თუმცა ხო არ ჩვევია ხოლმე მას როგორც წესი, არც არასდროს არ წუწუნებს, არც არასდროს არ იტყვის რაღაცა ჭირდება, ხო და სხვა შორის ამანაც უფრო დაამწივა მასში ვითარებული პარტნიორი რო ეთქო უკეთესი იყო. ეხლა უნდა გადავიდეთ შემდგომ მოყოლებული ცდილობდა როგორც ჩანს დახურულ კარს მიღმა იმისთვის რომ სათანადო მკურნალობის და დიაგნოზის დადგენის დააგვიანეს საჯარო არ გახდა ეს ყველაფერი ამაზე რეაგირება არ იყო როგორც დააგვიანეს, თუმცა ძალიან ემადლიერება სხვათა შორის ციხის დირექტორს და ესეც თხოვა კიდეც და ამას მე ბედად გადავცემ რაც თხოვა. დანარჩენი უკვე მათ შორის ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხებზე, მიმდინარე ამბებზე, ზოგადად კონტექსტზე, რაც არის რეგიონალური ცვლილებები და ამას სულადებდებს თვალს ტელევიზორი აქვს, რაც ძალიან კარგია ყოველთვის საქმის კურსია. არ აქვს არაფერი შეზღუდვა და ამ ხრივ მართლა ცოტა უფრო დამშვიდდი მართალი გითხრათ, ეხლა მთავარი არის რომ პროფესიულად მართონ ექიმებმა ისე რომ ის რისკი და საფრთხე რაც მას აქვს, ეს არ არის მარტივი დაავადება, რაც არის, იმიტომ რომ არის სხვადასხვა სირთულის გამომწვევი და კი ბატონო, და ახლა უნდა განისაზღვროს მაღალკვალიფიციური კვლევების შედეგად შემდგომი მკურნალობა ამ ეტაპზეა. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც აწი დაიწყება. არ ყველა ჯერზე მაინც უნდა ვთქვა ის, რომ სხვა შორის იქან მოლოდინი აქვს, რომ ეხა ახალი საქმე დამატებული ბრალდებით ხო მიმდინარეობს სასამართლოში. აი სადაც მოგონილი საბოტაჟი ეგრეთ წოდებული, დღეს სხვა შორის ზურა ჯაფარიძემ თქვა რომ ელიან რომ ყველას ვინც არჩევნები მოუგო ბიძინა ივანიშვილს შეაბრუნებს ციხეში ივანიშვილი და ვარაუდობენ რომ ეს აგვისტოს შუაში დასრულდება ეს პროცესები ძალიან სწრაფად ელენესაც, მაგრამ აი რა არის იცით მნიშვნელოვანი სოფო რა ძალიან გადამდებია, რომ ძალიან სწორად, ძალიან გააზრებულად როგორც მას ეს ჩვევია, ხო ეს მისი მხნეობა და
ის შინაგანი სიმყარე, ხო დღეს დავწერე კიდევაც მართლა პრეიუდიცია, აი რაღაცა ისეთი ფაქტია უკვე რომ იღებ როგორც მოცემულობას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ ამ მხრივ შფოთი არ აქვს, ამაზე ვსაუბრობდით, რომ მოვლენებს და ფაქტებს, რომელსაც ეხლა ჩვენ ვეხებთ და რომლის წინაშე ვდგავართ, ამას ვიშვიში კი არ ჭირდება. ამას შეიძლება გააზრება, სწორი სახელის დარქმევა და ნაბიჯების გადადგმა. იმიტომ რომ თვითონაც ამას ამბობდა, ეს ხო მისთვის არისო და მათ შორის ახლა ახალი საქმე, რომელზედაც ალბათ ყველას მიუჟიანო, რომ ფსიქოლოგიურად უნდა გამტეხონო და ეხლა მე როგორ უნდა გამტეხონო, ამბობდა და თან ეღიმებოდა, ხო? შეუძლებელია, იმიტომ რომ შინაგანი სიმტკიცე ამ დროს კი არ გისუსტება, გიმყარდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოქალაქეებისთვისაც, იმიტომ რეალურად ეხლა ამ სადამშელო მაგალითებს ხო ეს დაადვირთვავს, რომ აი ელენეს რო ასე ვექცევით, ბანერის გამო რო შეგვიძლია ციხეში უსამართლოდ დავატყვევოთ, აი თქვენ ამაზე დაფიქრდით ხება, ანუ მას უნდა მოყოლოდა შემაშინებელი ეფექტი, ხო, როგორც კობახიძე ამბობდა. ამიტომ გავაკეთეთ, რომ სხვები დავაფრთხოთო. ამ დროს თვითონ დამფრთხალი ადამიანი იქცევა ესე, როდესაც უსამართლოდ იყენებს ასეთ რეპრესიულ ბერკეტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადადაც და ისედაც ამ პროცესში, როდესაც ლოგიკას გაცდა, სამართალს გაცდა, კონსტიტუციას დიდი ხანია გაცდა ეს პროცესები, თქვა, რომ აი ამ მოვლენას ქვია ეს და მე ვიწყებ ამის საწინააღმდეგოდ პირველ რიგში შენ ადამიანს სხვა შორის ესე წარმშოვანი იყო დღეს ზუსტად თქვა რომ ჯერ თვითონ უნდა დარჩე როგორც ადამიანი გადარჩე გაუძლო ამას და მე შემდეგ გახდი სხვისთვის მაგალითი